ბაგრატიონების სამეფო გერბზე გამოსახულია წრეში ჩახატული გვირგვინი ჯვრით და ორ ანგელოს შუა მათ ქვემოთ სამოქალაქო და სამხედრო ძლიერების სიმბოლოები, კვერთხი და ხმალი, გადაჯვარედინებული მარჯვნივ შურდული, მარცხნივ ლირა, ქვემოთ შუაში კვართი ქრისტეს პერანგი, უკანა ფეხებზე დამდგარ ლომებს უჭირავთ. ლომის ფეხებთან სასწორია და სახელმწიფო ძლიერების სიმბოლო, ბირთვი ჯვრით. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონები თავს ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად მიიჩნევენ. ამაზე მიუთითებს გერბის სიმბოლოც, მეფსალმუნე მეფის დავითის ჩანგი და შურდული, რომლისგანაც ნასტყორცნი ქვით ბიბლიური თქმულების თანახმად დავითმა განგმირა გოლიათი. გერბის გარშემო წრეზე ასომთავრულით აწერია ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებით და არა შეურაცხყოს იგი. ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა მუნთა. ხოლო გერბის შუა ნაწილში კვართის გარშემო აწერია გამიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. აღნიშნული გერბის წარწერა გვამცნობს თითქოს ბაგრატიონთა მეფობა ქვეყნად დავით წინასწარმეტყველის მიერ არის დადგენილი, რომელსაც ქრისტეს კვართზეც აქვს წილი, რაც ბაგრატიონთა დინასტიის სიმტკიცეზე მიგვითითებს. იცოდე ბაგრატიონთა წარმოშობა და იცოდე ვისი გორისახარ.